ერთი წლის მანძილზე დილას ვიღვიძებდი, ასე ვკანკალებდი, არ მინდოდა სიკვდილი დათო. იმიტომ ისეთი დიდი სიცოცხლე ვნახე. შენს მოკვდები უთხარი არაო. ნუ მომატყუა ასე თქვა. ვინც აი ელექტრო იმის დროს არისო, დაბადებულიო ასე თქვა, შუქი რომ მოესწრავ, ისინი არ მოკვდებიან. შენ რო დღეს ცოცხალი ხარ, აი ეს არ გიკვირს? ეს არ არის ჩვენთვის რაღაცა სიკვდილთან თამაში რა. ვიყავი ათეისტი ჩამოყალიბებული ბავშვობიდან. აი ზუსტად ეს კითხვა არის, აქვს თუ არა ადამიანს უფლება აერჩიოს, როდის და როგორ მოკვდეს. აი ეს განათება შენში დაგიჭერია თუ არა, რომელშიც ყველაფერი ერთად არის, თითქოს აი გახსენდება რაღაცა. შვილი თოგზე კიდია და ამ დროს რაღაცა ქვათაცმენა, რომელსაც ამას უყურებ და ამაზე გადარჩები რა. ჩვენ აქ რო ვართ, რაღაცა საზღურის აქეთ ვართ, ეს ბოლომდე უნდა ამოვწუროთ ეს სიცოცხლე რისთვისაც მოვედი. სიკვდილი არის სიკვდილის შიში. ხოლო იქით უკვე არ გვიდა რა არის. შესაძლებელია სიკვდილის შიშისგან გათავისუფლება და მე იქ შეიძლება არაფერი არ დარჩეს. უფრო მეტად სიკვდილი არის სიკვდილის შიში, ვიდრე თვითონ არსებობა. გესმით? და ძირითადად მაინც ადამიანები რჩებით ამ შიშისგან, ანუ შიში უმწიფრობა, გაუგებრობა იმის. თორე ალბათ სიკვდილი ღმერთია, თუ ღმერთი არის ზუსტად ის არის სიკვდილის და ისე მე ვარ ჯოჯოხეთი ჩამყვანი, მე ვარ ჯოჯოხეთი ამომყვანი, მე ვკლავ, მე ვაცოცხლებ. და ერთი სხვათა შორის ვახუშტი კოტეტიშვილს აქვს ასე პატარა ფრაგმენტი, რას მემალების სიკვდილო განა გულს ხიჭვად მირჭვი ხარ, ღირსებულ პატივს მოგაგებ, ვიცი სიცოცხლის ნიჭი ხარ, ბარემ სამზეოს გამოდი, გნახო როგორი ბიჭი ხარ. აი ხო მაგარია. ისიც ბიჭია რა, იქით სიცოცხლეა, მოდი ასე ვთქვათ, სიცოცხლის იქით საერთოდ არაფერი არ არის. უბრალოდ ამ სიკვდილის ფორმით, ამ დონით მოსული ჩვენთან, ალბათ ჩვენთვის ასე იყო საჭირო, ჯერ ესე დაგვეწყო და მე სიკვდილის ნიღბის მიიღო დიდი სიცოცხლე დაგვენახა. ალბათ მე მგონი სიკვდილი არის ნიღაბი სიცოცხლეს. აი, ბავშვს როგორ აუხსნით რა არის სიკვდილი? წასვლა ამ ცხოვრებიდან რაღაც სხვა ცხოვრებაში. საიდანაც ახლა ისე რეალურად, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ჩვენ ვარ შევხებივართ და არავინ არ მოbrunებულა და არ ვიცით რა ხდება იქეთ. და ვცდილობთ რომ აი გონებით რაღაცა ჩავწვდეთ და ვიფიქროთ რა გველოდება იქეთ. და მთელი ეს ჩვენი ცხოვრება არის მზადება აი ამ ზღვარზე გადასვლისათვის რა. მაგრამ ამას ალბათ ბოლომდე იშვიათად ვინმე ახერხებდეს რა, რომ მზად იყოს. თვითონ ჩემთვის ახლა ალბათ თუ პირადად რამე მინატრია ან მილოცია ჩემთვის პირადად ჩემთვის ეს არის ერთმა მომცეს ქრისტიანული სიკვდილი. მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა მჭირდება აქეთ რა და ხშირად ვამსგავსებ ხოლმე უკვე ასაკში ჩემს ცხოვრებას აი ესეთი ექსპედიცია რომ თავდება რა. და ბილეთი უკანა წამოსასვლელი ბილეთი აღებული გაქვს. მაგრამ აი იქამდე დრო გაქვს რა საგაშენს უკან გამომგზავრებამდე ვადამდე რა და აი რაღაცებს მაინც აკეთებ რა, აი რაღაცებს ცდილობ რა. შეიძლება ვეღარ მოასწრო მწვერვალზე ასვლა, მაგრამ მაინც არ ჩერდები რა და სიცოცხლეში ეგ არის რომ ამ ბილეთის ის თარიღი არ ვიცით რა, როდის მოვდივართ და აი ახლა ასაკში ცხოვრება რაღაცა ძალიან გაავს რა ამას რომ აი მაინც არ უნდა გავჩერდე რაღაცა ვაკეთო რა. თქვენ პირველი შეხება სიკვდილთან გახსოვთ რა? აი სიკვდილთან გეტყვით ახლა თუ ბავშვობაში ალბათ შეიძლება ტრამვადაც გამყვა, როდესაც მივდიოდი საბანაოდ ბავშვების დიდებს ისო ჰქონდათ ასეთი ბოროტი
თამაში რა, ასე ვყარებთ 3-4 წლით უფროსი იყო, 7 კლასელი, შენ რომ მე-3 კლასელი ხარ. და დინარეში რო ბანაობდით, ჩვენ ხო ვერ ვდგებოდით დინარეზე, ის დგებოდა. ჩვენ თვითონ მოკიდებდა ხელს და ჩაგვაყოფილებდა წყალში. ქვეშ მე მახსოვს, მიმიყვანდა იქამდე რომ ვიხჭობოდი უკვე. აი ეს განცდები მქონდა რამდენჯერ დამმართეს. და იქიდან მომყვა რაღაცა შეიძლება რაღაც ძალიან ისეთი პათოლოგიური შიში ლამის სიკვდილის ვიხშობოდი და არ მიშვებდა ხელ და ბოლო წამს გონია რომ დამთავრდა ყველაფერი და ეს რა რაღაცა მაგრამ აი მეტაფიზიკური შიში რასაც ქვია მე ათეისტი ვიყავი ყველაფერი იბადება იზრდება კვდება ასე გვასწავლიდა სულ და გოგო შემიყვარდა მე-4 კურსზე შერიკელებში რა ნამეტნავად ვაი რომ ნამეტნავად სერიოზულად და ჩემი ეს სამყარო რომელიც იყო მექანიკური ამ სიყვარულმა აფეთქა აი თვითონ ჭაღი აინთო სასახლეში და ისეთი ლამაზია სიცოცხლე და ამ დროს ტვინი გებრო ყველაფერი იბადება იზრდება კვდება და აი ამის წინაშე დავდექი დილემის წინაშე რომ ეს როგორ შეიძლება ასეთი ლამაზ სამყარო დაიმსხვით და დამთავრდეს სიკვდილით შეუძლებელია ეს რომ მოხდეს არა და ათეისტი ვარ გაქანებული ვარ აი ღმერთი სახელის ენებაზე მეცინებოდა ისე დავცინოდი სახარებას არც ვიკადრებდი რომ შევხებოდი მაგრამ იმდენად ძლიერი გახდა სიცოცხლის წყურვილი სიყვარულის მერე ამე დილას ვიძებდი აი ოფში ვცურავდი სიკვდილში არ მინდოდა მომკვდარიყავ აი უბრალოდ ასე მეგონა რომ ეს რომ მოკვდება ადამიანს სადღაც სიბნელეში არის და განიცდის რომ სიკვდილშია სიბნელეში მე რომ წარმოვიდგოდი ვტიროდი არ მინდა არა და არ არის სიცოცხლე სად არის წმენა არ მაქვს ღმერთი არ არის არაფერი არ არის აი იქ როცა უკიდურესობა მივიდა ეს ჭიდილი რომ სიცოცხლეს ვებღა უჭებოდი სიკვდილს ვეჯაჯგუნებოდი და არ უნდა იყოს სიკვდილი და ткаპ იქ მოხდა გარღვევა ის ახარების პირველი შეხება სახარებასთან და იქ ნუ რაც მოხდა რავი სიკვდილი გაქრა აი ბუშტივით არ არის და არის ექსტაზი დიდი სიცოცხლე და ყოფნის სიხარული ამას ვერ გათბოსებ ვერაფერ საერთოდ არ არის არაფერი ნუ პატარაობიდან მუდმივად ხედავთ რა ჩვენი ახლობლები რაღაც როგორ გარდაიცვლებიან ხოლმე რა მაგალითად მამა ჩემის ბაბუა ჩემი დიდი ბაბუა ყარამან გუჯაბიძე პატარა ვიყავი ალბათ პირველ მეორე კლასელი ან შეიძლება სკოლაში არც ვიყავი მახსოვს როგორ ითხოვა რომ აი გარეთ გამიყვანეთო და როგორ გამოიყვანეს ასე თქვა თეთრი მოხუცებული ესეთი ლამაზი კაცი ლურჯ თვალება რაღაც ახსოვს თეთრი ნიფხავ პერანგი რო ეცოდა აივანზე და ოდიეს და ესე რომ გადახედა ადგილმდებარეობას და მადლობაო თქვა შევიდა და მოკვდა ან მე მისი მეუღლე თქვათ ბაისობებია რა ანუ ჩემი დიდი ბებია როგორ ითხოვა რომ ბავშვები მომიყვანეთო და შვილიშვილის შვილები რომ მიგვიყვანეს რა და როგორ დაგვემშვიდობა და დაგვლოცა და ხო და ნუ მე ხა ცხოვრებაში ბევრჯერ ხდება ეგეთი ამბავი რა გეშინიათ სიკვდილის კი აი ხედა არ დაფიქრებოდ მეშინია ნუ ახლა გააშია ვინ რას გულისხმობს შიში არა ცხოველური არა აი სანამ სრულად არ დაბრუნდები სამოთხეში ქრისტეში კი ვარ დეიურე მაგრამ ეს გასახორციელებელია ჩვენში და იესოს განახე რა ბოლომდე რო ეშინია იესოს შეეშინდაო სიკვდილის მაგრამ არ შეძრწუნდა აჰა მაგ მდგომარეობაში ვარ აი ზუსტად იესო მეშინია მაგრამ შეძრწუნებული არა ვარ იმედი არა მაქვს დაკარგული და შიში ბავშვის შიში ერგო მიტოვებული მე ძიცისო დედა არის აუცილებლად მაგრამ მდგომარეობას განიცდის როგორც მიტოვებულობას და ერთდროულად ორივე ერთად არის იმედიც არის აქ წმენაც არის დიახ ის რო არ იყოს როგორ გავძლებ მაგრამ მდგომარეობა არის საშინელი სიბნელეა ჯერ და აქ შემოდის პატარა ნათელი სხივები გარეთ და ამას კენკავ და ამით ვამაგრებ სიტუაციას გეშინიათ სიკვდილის კი რა თქმა უნდა ახლა ბევრი მინახავს სიკვდილი მაგრამ ისა აი თვითონ
როგორ მოიქცევით, როგორ ვიქნებით, მაგ მომენტში არავინ არ იცის რა და რაღაცა წინასწარ ვერ იტყვის. თუ რამეს იტყვის, ეს იქნება მარტო სურვილი, რომ აი ასე იყოს, აი ნეტა მეც ასეთივე სიკვდილი მქონდეს, ვინმე ან რაღაცა აი ამბობენ რომ აი რაღაცა მოულოდნელ სიკვდილს ნატრულობს ზოგი რაღაც არაფხიზელ მდგომარეობაში. ნუ თვითონ ხო ადამიანის ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ ამბობს რომ აი ნეტა ეხლა მოვკვდებო ან ნეტა მაშინ მომკვდარიყავი ან რაღაც ისეთი გამოთქმა, მაგრამ რეალურად არ ამგონია რომ ვინმეს არ ეშინოდეს რა მაგისი რა. დიზინა მოგესალმები ჩემსაო. ახლა რაღაცა ისეთი მაგიდასთან ბანკოს თამაშს აგავს, მაგრამ თამაში არა. უგირდა ამოვატრიალოთ, აქ რა ხდება და შევარჩიოთ. სიკვდილთან თამაში, მაგალითად. მე შევთანხმდით, აბა რომი და უკტავების სურვილი, აჰა. აქ რა გვაქვს, არსებობს თუ არა კარგი სიკვდილი. აბა კიდე აქვს თუ არა ადამიანს უფლება აირჩიოს როდის და როგორ მოგლებ თქვენ უფროსი ყოფილხართ ჩემს ასაკითხო და თქვენ არჩიეთ რომელზედაც გინდათ დაიწყეთ ასე ვთქვათ გარდაცვალების შემდეგ შესაძლებელი თუ არა გარდაცვალებისთვის მომზადება. ნახოთ აბა. მოდი დავიწყოთ აქედან უკტავების სურვილი. აჰა. უკტავება თქვათ აი ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში უკტავება არ არის რა, მიუღებელი არის. მე ეს ის რა ქვია, ბავშვობიდანვე მივხვდი რა, თქვათ და გეტყვით როგორ რა, ანუ ძალიან მოსაწყენი იქნება. ხო, რომ აი ახლა უცბად გავხდი, საშინელება იქნება და ეს ალბათ ძალიან იმაში ფოლკლორშიც სხვადასხვა ქვეყნების სხვადასხვა ამას რაღაც ახლა ეს ერთი მოთხრობაც გამახსენდა ეს ბორხესის რაღაც ამაზეა ეს ლაპარაკი და ძალიან უსიამოვნო ძალიან დამღლელი გამანადგურებელი იქნება რომ აი უკვდავი იყო რა. ის მაგალითად ეს ზღაპარი თუ გახსოვთ უკტავებას რო ეძებს გმირი რა, ზღაპრის გმირი, ირემის ანამ ცას არ მიწდება რქები იქამდე ვიცხოვრო და მე რაღაც კვერცხის ფორმის კოშკში რო ცხოვრობს ქალთან ერთად რა და მოგლეთ ძალიან მოსწყინდება ასე ვთქვა და როგორ უბრუნდება მერე ცხოვრება. ხო და აი ბავშვობიდან მივხვდი რომ არ იყო ეგ, არ იქნება კარგი. მე არ მინდა. ანუ შენ შეგიძლია დაითანხმო ამ ქვეყანაზე ცხოვრებას, თორე ისე ახლა ეგ უკვე თქვენი მიმართულება არის სულის უკდავება, ეგ უკვე სხვა რამეა. ანუ შეგიძლია დაითანხმო აი ხალხური ლექსია ალბათ შენი ჭირი სიკვდილო, სიცოცხლე მშვენობ შენით. ანუ ეს ვაჟასია მე. ალბათ, ხო, აღარ მახსოვს. ხო, ყოველ შემთხვევაში ალბათ ასე გამოვიდა. კი. და ჩემში აი მე როგორ ვიტყოდი ამას რომ ჩემის აზრით გვერდმა გიშველო სიკვდილო სიცოცხლე შეითამშენოს. ჩემის აზრით ჩემთვის პირადად უკვდავების სურვილი, უკვე წყურვილი ისევეა ჩადებული ადამიანში. ამას აცნობიერებ თუ არ აცნობიერებ, არ აქვს მნიშვნელობა, როდესგან ახლა რო ვაკვირდები, აი როგორც მარცვალი რო ავიღოთ, რომელშიც გაქვავებულია, ნუ მარცვალს შეხედავდა, მაგრამ იქ არის რაღაცა ჩაწერი, რომელთაც ის ხდება დაუშვათ მე მუხა ან რაღაცა დიდი ნაყოფი გამოაქვს, სულ სხვა რაღაცა ხდება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე ბიოლოგიურად მოკვდავი ადამიანი ვარ, აი ესე ბჭკნეები, ხმები, არაფერი არა შეიძლება ავამტყოფობამ ან რაღაცამ ადრეც კი დაგინგრიოს სხეული, აი ამ წარმავალ სხეულში რაღაცა თითქოს ტალახი, არაფერი არა, ткаაბ და არახა. და ამ ხელა რაც კი სამყაროში შექმნილა, რაც თავი გვახსოვს, ვიღაცა ცხოვრობს ჩვენში, რომელიც ეს გადალახოს ყველა წინამდე რაღაცას მიუახლოვდეს უფრო ამაღლების ვიდრე წარმავალი ცხოვრება. აი ხო, მაგრამ მე უკდავობაში ვიგულისხმე, რომ აი უკდავად მარადიულად აი ამ ქვეყანაში დარჩენაზე და ეს ეხლა რომ გითხრან რომ არჩევანი რომ მოგცენ, აი გინდა უკდავი იყო აი ამ ქვეყანაში
მე არ მინდა. ალბათ თქვენც არ გეუბნებათ. გააჩნია ახლა თუ ადამიანის თუ უკვდავება იქნება გაწელვა იმ მდგომარეობებში ახლა ვიმყოფები ასე და ცვლილება შინაგანი არ იქნება, მაშინ მართლა ჯოჯოხეთი იქნება. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, თუ ჩვენში გაიღვიძებს რომელიც აი თავისთავად თვითონ სიცოცხლე როგორც ყოფნა, რომელიც თვითკმარია თავის თავში, რომელშიც არ არის ნაკლებობა. აი რაღაცა იღვიძებს შეში, რომელიც არც დრო გადის იქ, არც მოწყენა. ახლა ადამიანებს ჩვენ ვზომავთ ამას ჩვენი ტვირიდან ამხლავებ ცხოვრობ, ამ დროს უკრავი რომ ერდა იგივე საქმე, არასდროს არ დამთავრდება, ადექი, წახვედი, ამასე გაუსაძლისია. აქ არის სხვაგვარი სიცოცხლეზე ლაპარაკი, რომელიც არა მიწიერია, არა ბიოლოგიური. ამის ნაწილი რაღაცა რო არ იყოს, არ გადაილახებოდა ჩემი სასწინააღმდეგობა რაღაც ქვეცნობიერებად. რაღაცისკენ თითქოს ადამიანი რაღაცაში ნანგრევებშია მოყოლილი, სადაც გაურკვევლობაში ერთგვარა სიკვდილი მისთვის ბუნებრივი არ არის და აი რაღაცა ამ გადალახვაში, ამ ჭიდილში ვიღაცა ჩემში რაღაც ხორცის ხამ თვითონ სიცოცხლე როგორც ასეთი. კი, მაგრამ ჩვენ ხო მე ყოველ შემთხვევაში ხო შეგითანხმდით, ესე იგი ლაპარაკი არის მარტო აი ამ ქვეყანაში, ხო ამ მიწიერ ცხოვრებაში. გულისხმობ ამ სისხლზე და ხორცის შედედებულ სხეულში. ხო, მიწიერ ცხოვრებაში. ვერც დაიტევს ამას გასა, იმიტომ უკვე ამიტომ მიუღებელია. გადავიდეთ სხვა თემაზე. ამიტომ შეიძლება იმიტომ გარდაცვალება გვაქვს ჩვენ და არა სიკვდილი. აბა შეხო არ კიდე რა. აი ახლა თქვა შემხვდა სიკვდილისგან გაქცევა. ოჰო, აბა. სიკვდილის ვერ გავექცევით, ვერ დაიჭირავს სიკვდილს. გზავითო, ვერცა კლდოვანი მისგან გასწორდეს ხოლმე. დავდივარ კლდეებში, მაგრამ სიკვდილისგან ვერ გავექცევით, მაგრამ გაქცევა ალბათ მაინც არის ჩემთვის რა, აი გადავადება სიკვდილის, ანუ რაღაცა ხარისხიანი ცხოვრება რა, რომ აი რაღაცა ბევრი რამის კეთება მოასწრო, ბევრად უფრო მზად იყო სიკვდილის, აი სიტყვაზე რომ ვთქვა, თუნდაც აი ვარჯიში, თქვა რაღაცა ჯანმრთელი ცხოვრება, რაღაცა რა თქმა უნდა, მაგრამ აი გადაავადება ჩემთვის ის არის რომ მზად არა ვართ რა. ეხლა რაც არ უნდა ჩვენ ჩახედული ხართ თქვენ ჩემზე უფრო მეტად ჩახედული ვიყოთ და მზად ვიყოთ სიკვდილისათვის და ველოდოთ სიკვდილს ქრისტიანულად რაღაც მორწმუნეობით იმით. ეს ალბათ მარტო მაშინ არის შესაძლებელი, როცა ძალიან ღრმად მოხუცებული ადამიანი და ამოსული აქვს რა ქვია. მე პავლე მოციქული ამბობს, სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა სიკვდილის შეძენაო. რომელი ავირჩიო არ ვიცი, ორივე მიზიდავს, ხო? სიკვდილი და უფალთან ვიქნები, სიცოცხლეც მინდაო და აიმიტომ რატო უნდა რომ მეტი სიკეთე გავაკეთო ახო, ნახე რატო მინდა სიცოცხლე, იმიტომ კი არა გაიხანგრძო უბრალოდ ბიოლოგიური წლები. არამედ ეს სიყვარულიც მე ვიგემე, გავიგე, რაც შეიძლება მეტი და მეტი ადამიანს მივწვდე და გავახარო, რომ არსებობს დიდი სიცოცხლე. ახლა რა არის ეს დიდი სიცოცხლე? მე გეტყვით, ჩვენ ერთი თაობა ვართ. თითქმის 60-იანი წლები სკოლა დავამთავრე 75-ში. ვიყავი ათეისტი ჩამოყალიბებული ბავშვობიდან. აი ეს კომუნიზმის წმენა რომ გამიტყდა ცოტა მაშინ უკვე ზასტოის პერიოდი იწყებოდა და დავრჩი მიზნის ამ არა რომ წინ არაფერი არ არის, არც კომუნიზმი, არც არაფერი, რაღაცა ცხოვრება ჩაიკეტა და აი მახსოვს ხმამაღლა აღმოხდა რომ თუ კომუნიზმი არ არის და არსად არ მივდივა, მაშინ ღმერთი უნდა დაუშვა, რაღაცა უნდა იყოს და არა ის რომ ქრება უაზროდ ყველაფერი. და აი ეს გამიმძაფრა განსაკუთრებით სიყვარულმა. მეოთხე კურსზე რომ ისეთი სიყვარული მეწვია რომ ამ სიყვარულმა სიცოცხლე გააკაშკაშა. ანუ იმდენად ლამაზი გახდა სიცოცხლე და ყოფნა, რომ სიკვდილი ჩემთვის გახდა უკვე სასჯელი, არ მინდა სიკვდილი, რა და კითხვა, რატომ არის სიკვდილი, ნუ თუ ეს ბოლო სიტყვა, ნუ თუ მოვკვდები და დამთავრდება ყველაფერი, ნუ თუ ეს სიცოცხლე რომელიც ასე ლამაზია, ჩამოიშლება და არაფერი არ დარჩება. როგორც აი ესე მთელი წლის მანძილზე ვიყავი ასეთ აგონიაში, აი დილას რომ ვიღვიძებდი, აი გეფიცები, პატარა ბავშვიდაც კანკალებდი, სიკვდილი არ მიდოდა. ასეთ აგონიაში რო არ ისე
ვიღაცა უცბად მეუღრებოდი კი რაღაც სახარებას კითხულობენ ვიღაცებიო და უნდათო სტუდენტებს მოусმინონო და მეთქი დასაცინა წავედი მე სახარებას არ ვჯერო და ახლა ისტორიული ძავს სწავლობ კაცო მე ახლა ესეთი ვიკადრებ ახლა რაღაცა დედაბრების ზღაპრები ტვინი ამორეცხილი მქონდა ბიბლიაზე სახარება უბრალოდ წავედი აი დასაცინა თუ დამენახა რომ ეს დეგრადირებული მასაა ჩვენ ასე გვასწავლეთ დედაბრები ახალგაზრდები როგორ შეიძლება მორწმუნეები იყვნენ იქ დამხვდა სხვა რეალობა ბიბლიას კითხულობდნენ ეს ახალგაზრდებიც ვნახე სახეები განათებული სიხარული გამიკვირდა პირველ რიგში და შემდეგ იქ მეგობრებიც იყვნენ ერთად ვიყავით აი ესო გურამბიო შეყვარებული არისო და რაღაცა ბიბლიაში ხო არ წერია რამეო სიყვარულზე და ეს ტიოტია ზოია იყო ერთი სოხუმიდან ჩამოდიოდნენ პატარა ჯგუფებად იკრიბებოდა ადვენტისტები იყვნენ და ამან აიღო წიგნი ეს ბიბლია გადაშალა და პავლე მოციქულის პირველი კორინთელების ტექსტს კითხულობს სიყვარულზე ნუ ეს ყველა მიცის და მე ვრჩევდი ყველას რომ ეს კიდე ერთხელ გადაეხედათ ეს რა ასაუცრება პავლე მოციქული წერს რა არის სიყვარული ეგ თების რო გადავადგილო ყველაფერი რო გავწირო საკუთარი თავიც კი ქონება დავარგო თუ სიყვარული არა მაგ არარაობა ვარო და როგორია სიყვარული სუგძელია სიყვარული ტკბილია არ შურს არ ამპარტავნობს ასე და ასე ყველაფერი იტანს ყველაფერს ითმეს და ბოლოს სიყვარული არასოდეს არ გადავა ახლა რჩება ეს სამი წმენა იმედი სიყვარული და სიყვარულია მათ შორის დიდიო და რო დაამთავრა რა მოხდა აი გეტყვით მე შედეგს გეტყვი ეს ხო არ იყო რაღაცა დროებითი თავის დაკარგვა ან სიზმარი ან უდერეთი დავსდექი მარტო სიცოცხლეა და ყოფნა მე არ მგონია რომ შე რაღაც წამებში ან წუთებში მაინც არ გონდეს ეს განცი რომელიც ენით ვერ აქვს ყოფნა და არაფერი არ არის მარტო არის ტოტალური ყოფნა ყოფნობით ნეტარებაა სიმშვიდეა სიხარულია და არსა დროც არ არის არაფერი არ არის უბრალოდ ტოტალურად განიცდი რომ ვარ ორი თვე ვიყავი ამ მდგომარეობაში აი როგორ თული შენ აი ეს მომენტები თუ გონია შემოჭრა ამ დიდი შემდეგი ის არის ახლა თქვა ეს შემხდარა ეს ბარათი იცლება თუ არა ცხოვრება სიკვდილთან ხო მიახლოების აი რაღაც მომენტში ან უკიდურეს მდგომარეობაში ან როგორცა ძალიან სიკვდილის ცოცხლესთან ახლოს აი ეს განათება შენში დაგიჭერია თუ არა რომელშიც ყველაფერი ერთად არის თითქოს აი გახსენდება რაღაცა ხო არ ქონია გავიჭერო ისი რაღაცა ეს შიში და ის ისეთი რომ აი მოკვდები რაღაცა არ მქონია რა ხო ესეთი ის არ მქონია ახლა თქვენ რაც მოყევით ახლა იმ ორ თვეზე თუ რაღაც ლაპარაკზე მაგრამ რა თქმა უნდა ახლა აი ეს კითხვა რო არის იცვლება თუ არა სიკვდილთან მიახლოების შემდეგ ცხოვრება რა თქმა უნდა იცვლება რა როცა რეალურად ხედავ რომ აი ახლა შენ ის უნდა დამთავრებული იყო და რაღაც იმაში გადარჩი რა და ნუ ასეთი ახლა ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ბევრჯერ აქვს დამთავრებას ცოტათი შეიძლება ცოტათი კიდევ უფრო მეტად კონდეს რა და რა თქმა უნდა იცვლება ამის შემდეგ ბევრად უფრო კაფიოდ აღიქვამ როგორ ლამაზია სიცოცხლე როგორ ლამაზია ხო ეს კი როგორ იგრძნობა ფერები აი როგორ ხედავ იმას აი ლურჯს ცას როგორ გიხარია თქვა რაციაზე შენი თქვა ახლობლის გაგონება ან როცა ბრუნდები ეს სუნი რაღაცა ყველაფერი რასაც რეალურად ხედავ და მე ამას ძალიან აფასებ. ჩემთან ასე არის ახლა ყოველ შემთხვევაში რომ ძალიან აფასებ ყველა დღეს რა, ახალ დღეს რომ მადლობა ღმერთს. ანუ ეს რჩება შტაბისტილება და შენ ცხოვრებას მოყვება. კი და მაშინ ამბობ რომ აი მადლობა ღმერთს. მე ახლა ვცდილობ რომ ასე ვიყო რომ მადლობა ღმერთს კიდევ ერთი დღე გათენდა რა. კიდევ ერთი დღით პრინციპში არც იცი ახლა ერთი დღით გაგვიგრძელდა თუ არა სიცოცხლე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა რომ გავიღვიძე ცოცხალი ვარ და კარგია. რა მომენტებში ხდებოდა ეს შენ ცხოვრებაში? აი ეს განათება, რა ეს ფერები, სურნელი, ყველაფერი ეს ასე რაღაცა უამრავი მაგალითი შეიძლება მაინც აი მომენტებში როცა რაღაცა ნუ არის აი თქვა როცა
თქვა აქ ცდება ქვა ან ხო და მაგას ან რაღაცა ყოფილა შემთხვევა რომ თქვა შვილი თოგზე კიდია და ამ დროს რაღაცა ქვა თაცმენა რომელსაც ამას უყურებ და ამაზე გადარჩები რა ხო ეს ძალიან წამიერია ამისი რაღაცა ისე დაფიქსირება ასეთი ჩამოთვლა საინტერესო არ არის იმიტომ რომ შეიძლება დღეში რამდენჯერმე იყოს ხო მაგრამ ეხლა აგე მაგალითად ახალი სიკვდილთან თამაში. ეს არ არის ჩვენთვის რაღაცა სიკვდილთან თამაში რა. ანუ ეს არ არის რისკი, რომ აი აბა გადავრჩები თუ არა, ხო, ახლა რუსულ რულეტკას და რამეს კი არ ვთამაშობთ. არა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები კარგად გავიგოთ, ვიცოდეთ, ჩვენი ილეთები, ანუ ჩვენი უნარ-ჩვევები, ჩვენი ცოდნა რაღაც მაქსიმალურად გამოვიყენოთ, შევეგუოთ გარემოს, რაღაცა კონდეს რაღაცა მიზანი, წინსვლის მიზანი. აი ამ წინსვლის დროს რაღაც დიდხანს ასე ვთქვათ, ვრჩებით მარტო, ხედავთ ერთმანეთს, საკუთარ თავს ხედავთ. რაღაცა გვახსენდება წარსული, ფიქრობთ მომავალზე, აწმყოზე, ნუ ბევრ რამეზე ფიქრობთ რა. ამისი წეგანაც ვლაპარაკობდით ჩვენ რომ ამისი ასე ვთქვათ დანაგვიანება და რაღაც მითი ხელის შეშლა ვთქვათ დამატებითი რაღაც გამაღიზიანებლით ან მუსიკით ან ვთქვათ ალკოჰოლით ან რაღაცა მოსაწევით და მithყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია ანუ ცხოვრება არის ძალიან მაგ მომენტში ძალიან კონცენტრირებული და პირიქით ძალიან დიდი სურვილი არის გადარჩენის, სიცოცხლის, უკან დაბრუნების და რაღაც აი ერთიანობის, აი გვერდით ყოფთან ერთიანობის და ამიტომ ეს არ არის რა, თამაში არ არის. ხოთაშვილს თამაში მიდოდა, მე გეთახმები აბსოლუტურად და ამის მაგალითს გეტყვი, რატო არ შეიძლება აი სიკვდილთან თამაში. იჩები ახლობელი ბიჭია და რაღაცა საკუთარ თავისთვის უდოდა დაემტკიცებინა რომ ეს სიკვდილის არ მეშინე მე ღმერთი დამეხსდეს. წავიდა 1-2 კილომეტრი ტყეში. შუბზე მივიდე იანაღიო და ცოტა შემეშინდაო და ღმერთო მე ვიცი რომ ანუ მიდის სიკვდილზე სპეციალურად აკეთებს. წარმოგიდგენია აი ეს სიგიჟია. ჩვენ ვამბობთ ეს არ შეიძლება თამაში. ჩვენთვის ეს გეტყვი არ შეიძლება მაგის თქმა მინდა თვითონ მაგან თქვა. მაგან აი ნახე რა თქვა იქ და პირდაპირ როგორ არც კი ბავშვს როგორ გამოვკრ თვითონ გავარდასავი. 2 კილომეტრი ფეხით იარა გაგლეჯილი შუბლი საშინელება მოხდა იქ მე ვიღაცები არ გამიჩერე შეეშინდა მოგეთ და მე ვიცოდიო რომ მე წავიდოდი ქალაქში ფეხით ჩავიდოდი იქ ოპერაციის დროს გავუკეთე 5 დღეში გამოვიდა 5 დღეში მაგრამ ახლა რა პრობლემაა ხო ნახა სიკვდილი პირდაპირ აი როცა ვისროლ იმ წუთი და დავიდე არ გამოცადო ღმერთის აი ეგ არის რომ გამოვიდოდი სხეული და გამოვდივარ პირდაპირ ნახა როგორ გამოდის როგორ შევხედე სხეულს როგორ მივდივარ იქ ყველაფერი ბოლოს მაინც შემეშინდაო რომ მარტო დავრჩიო გაურკვევლობაში ვიყავი და მეთქე ღმერთო მაპატიე მეც არ გავაგე დამაბრუნე ჩემ თავთან და მოვდივარ ნერერანერე შემოვედიო და ეს პირველი სისხლის გემო ვიგზნიო რომ შემოვედიო ახლა დღეს რა პრობლემა აქვს ამბის თითქოს ხო პარადოქსია ხო ნახა რომ იქ სიცოცხლეა მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული მე ნახეო იქ საერთოდ არ მეშინია მაგრამ რა პრობლემაა ეს საზღვარი უკვე მოიშალაო მე იქით ვარ თუ აქეთ ვარ არ ვიციო და ვიტანჯებიო ანუ მერევაო რეალობები ნახევრად იქით ვარ ნახევრად აქ აი ამიტომ არის დასაფასებელი ამიტომ არის არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი რომ ჩვენ აქ რო ვართ რაღაცა საზღვრის აქეთ ვართ ეს ბოლომდე უნდა ამოვწუროთ ეს სიცოცხლე ისთვისაც მოვედით ამას არ უნდა გაიქცე და სხვათაშორის რუსული სიტყვა страх შიში აქედან არის ფუძე страховка страховая компания ანუ თურმე ეს არის შიში რომელიც სიკვდილის შიში რომელიც გიცავს და არ გაქვს უფლება რომ ეს ხელოვნურად სიმწიფით უნდა გაიწოვოს ალბათ მოკლედ ჩვენ ვიცხოვროთ ბოლომდე ტოტალურად დამსვლელებს ძალიან გვიყვარს ესე ვთქვათ სიცოცხლე და ამას პრინციპში ვებღაუჭებით შეიძლება ითქვას ამას საფრთხის ქვეშ არ ვაყენებთ ამიტომ
არავითარ შემთხვევაში არ ეთამაშებით ციკლს, თითქოს გარედან. ჩემი მეგობარი იყო, თქვათ, ეროსი გიწმარიშვილი ბავშვობიდან, კარგი მთამსვლელი იყო, ის ბევრმა არ იცის რაღაც და ხო, და მთაში დავდიოდით, რაღაც ჩემი სპონსორიც იყო, მე თქვათ, ევერესტზე მეორეჯერ წავედი, ეროსი იყო, ერთმა გაანათლოს მისი სული, იმიტომ როცა ამბობენ, რომ რაღაცა თავი მოიკლა რაღაც თვითმკვლელობა, ჩემთვის დაუჯერებელია რა, იმიტომ რომ დამსვლელებში ახლა თუ საღად არის, ჯამთელად არის ან რაღაცა ესეთი რამე არ არის, სტატისტიკაში არ არის რა და ამიტომ ეგრე არ ვფიქრობ მე, რა. სიცოცხლე კარგია, ლამაზია და ყველა წამით ჩვენი სეზონი ვისიამოვნოთ და ვისარგებლოთ. უფრო ფასდება სიცოცხლე იმის გამო, რომ აი ეს სიკვდილი რო დგას თითქოს უფრო გაყვარებს აქ და რო ეს ყველაფერი ალბათ ჩემის აზრით სიკვდილი თავისთავად არ არსებობს როგორც გაქრობა ასეთი მე ასე ვჯერა მაგრამ იმისთვის გვეშინია რომ აი ეს ანუ სიკვდილი როგორც გაუგებარი სამყაროს თუ ღმერთის ჩვენგან მიუღწეველი, ჩაუღწევი, რომელიც რიდს და კრძალვას იწვევს. ხო, ასე ყველაფერი. ეს რა თქმა უნდა, ყველაზე საშიში შეუცნობელია ვერწუდად უწვე იწვევს, ანუ არა ცხოველურ შის, არამედ აი ქართულად კარგად არის უცხო ერთდროულად გეშინია და გიზიდავს კიდეც. ხო, რა თქმა უნდა, ის რაც არ ვიცით, სადაც რაღაცა ვერ გიზიარებს, ესეთი აი ფიზიკურად ვერ გიზიარებს, მკვდარი ადამიანი, გარდაცვლილი ადამიანი, ვერ გიზიარებს თავის შთაბეჭდილებას რა და თავის შეხედულებას, თავის გამოცდილებას, ამიტომ მარტო ვართ რა და რა თქმა უნდა ეს საშიში იქნება, მაგას ვერავინ მე ვერ წარმომიდგენ, არ მეშინია, რაღაცა მაგას ვერ იტყვი. კი, მეშინია, ამიტომ როგორც კითხვაში იყო, გაურბივართ, ასე ვთქვათ, სიკვდილს, წესიერი და კარგი ცხოვრებით, რომ ეს ხანგრძლივად ვიყოთ ამ ქვეყანაზე, და ვეცადოთ კაი საქმე ვაკეთოთ. რაღაც და თუ რამეს ინატრებს ადამიანი, ეს არის ალბათ ქრისტიანული სიკვდილი რა, რომ ანუ მზად რო ვიყოთ, როცა ეს დრო დადგება და თან ეს არ არის ესეთი საშიში, რომ ყველა კვდება და აქ იყო კითხვა ახლა და კარგა უყურეთ ანუ კარგი სიკვდილი ასეთი. აი ქრისტიანულ ძევი მითხარი, ხო არსებობს კარგი აი რაღაც ერთგვარი არჩევანია, აი იყო აქ კარგი სიკვდილი. არსებობს თუ არა კარგი სიკვდილი. აი რა თქმა უნდა. ხო და რაც შეთქვი, მაგრამ რა თქმა უნდა. ალბათ ამისთვის ღირსი. რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ეს შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ ვისურვოთ, ან ესე წარმოვიდგინოთ, არა კარგია ეს, მაგრამ ეგ სულ სხვადასხვანაირად უყურებს ამას ადამიანი, ზოგისთვის ეს არის რაღაც მოულოდნელი სიკვდილი, თქვა, ზოგისთვის არის რაღაცა თრობაში, ანუ ისეთ ყოფნაში სიკვდილი, ხო, ანუ რა ვიცი, მაგრამ ასევე ვერ ვილაპარაკებ როგორი მინდა, მაგრამ პირნათელი რო წავდგე მე იქეთ. კავკასიაში იყო, როდესაც შემოისეოდათ, აი ასე მაყურებლები იყვნენ, აი ესენი ხենց და ხმლით, ან თოფებით ბოლო პერიოდში და როდესაც მოდიოდა მტერი, რომ ებრძოდნენ მტერს, უკან იყურებოდნენ, ხედავ თუ არა, ანუ ინტერესი ის იყო, რომ კარგი სიკვდილით მომკვდარიყო. სიცოცხლე ეს უხაროდათ და რომ დარჩებოდა მისი სახელი, ანუ ამათვის იყო აი ეს წვერვალი ის რომ კარგად მტერს შემოდა და ზურგი არ იქცია და თან იყურებოდა გვიყურებენ თუ არა რომ ეს დააფიქსირო მე როგორი სიკვდილით კვდები ეს ცნობილი კვლევრების ის არის დაწერილი უკვე გახდებოდა ბევრი ხალხის იმაშია ახლა ეგეთი რომ აი მაშინ რა გამოდის რომ 1000 ცოცხალს ბევრჯერ 100 ჯერ ერთი მკვდარი თურმე სიკვდილი ყოფილა ალბათ სიცოცხლე რომელიც შენ ცუდად იცხოვრე, ან ცუდად ცხოვრობდა, ალბათ ეს არის. არსებობს კარგი და ცუდი სიკვდილი და რაღაცა კარგი სიკვდილისთვის არის ცხოვრება მოცემული და აი ყველა
ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს აი ამისთვის მზადება, სვლა, ჩემის აზრით რა და ყველა ჩვენი საქციელი, ყველა ჩვენი ურთიერთობა, ყველა სიტყვა, მაგრამ ადამიანი ახლა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ რაღაც ცოდვილია და უამრავჯერ უშვებთ რა შეცდომებს და ეხლა ფაქტიურად ისეთ ის გამომდის რაღაც როგორ ქვია მაგას სახალხო აღსარება კარგია როგორ დასაბამი მე ვიცი თქვათ როგორი უნდა იყოს ის იდეალური ადამიანი როგორ უნდა იქცევოდეს აი როგორ უნდა ლაპარაკობდეს როგორ უნდა ფიქრობდეს ხო როგორ უნდა ლოცულობდეს თქვათ ის მაგრამ ამას ხო მე ცხოვრება აი მაშინ მოდი ასე ვთქვათ ცხოვრება არა ვერასრულებ ერთ დღეში მაგრამ პროექტის ერთ დღეში ხო ვერ აშენებს ეს პროექტია შენ რა თქვი ეს შენ ხარ პროექტში ამიტომ მინდა შესრულებასთვის მოგეცა ცხოვრების ამიტომ მინდა ხო ამიტომ მინდა ეს ხანგრძლივი ცხოვრება რომ ნელ-ნელ ეხლა როგორც თქვენ იყავით ათეისტი მე ასე გამოხატულად ათეისტი არ ვიყავი მაგრამ არც არაფერი ვიცოდი, არც არაფერი მჯეროდა. შენ ხარ მოხდა რაღაცა ისე წერტილი გადატრიალების, აი სამყაროს მიმართ ღმერთი არის თუ არ არის, ხო არ მყოფი მომენტი თუ ეს ნელ-ნელა გადადიოდა. ნელ-ნელა გადავიდა, იმიტომ რომ მეგობარი მამატარიელი, ჩემი მეგობარი იყო სტუდენტობის დროინდელი, რაღაცა ნელ-ნელა მას უახლოვდებოდი და ძალიან საინტერესო იყო თვითონ ბუნების საბუნების მეტყველო მე ხო ომამდე ასე ვთქვათ გეოლოგი ვიყავი რა და როგორ გეოლოგი აჰა სამთე გეოლოგი და ვთვლი რომ ყველა პროფესია თუ ღრმად და იმათ ჩაუფიქრდები ალბათ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, რაღაც ბოტანიკა რაღაცა მიყავს სოფლიო ასე ვთქვათ არქიტექტურისკენ აი სოფლიოს ესეთი მოწესრიგებულობის დანახვისკენ აი სიმეტრიისკენ რა მაგალითად ხო რომელიც საერთო კანონისკენ რა რომელიც რაღაცა ერთი ტვინით ერთი გონებით არის შექმნილი აი მაგალითად კრისტალოგრაფია ხო აი ძალიან საინტერესოა რომ თქვათ ყველა კრისტალს აქვს თავისი სიმეტრია, თავისი სინგონია, აი ზუსტად იცი რომ აი ამ მინერალს თქვათ რამდენი კრისტალი უნდა ქონდეს, ამ რამდენი წახნაგი უნდა ქონდეს, აი ამ წახნაგებს შორის კუთხეები, აი ამ წახნაგების სიმეტრია, რაღაც ეს ერთი და იგივეა მაგალითად თის ბროლის ისა თქვათ მაშინ ხდეშია ნაპოვნი ეს კრისტალი თუ მაშინ ბრაზილიაში თუ რაღაც ერთი ანუ აი ეს მოწესრიგებულობა ხო ეს გუგე რაღაცაზე გაფიქრე ხო ეს მოწესრიგებულობა არის გამოწვეული რაღაცა ერთი ასე ვთქვათ დიდი მითი გონით რა და შემთხვევითი არ არის ხო ასევე ეს ხო ბიოლოგიაში რა ვიცი ყველაფერში ანუ უკვე იწყებ სხვანაირად დანახვას ანუ ყველა პროფესია რაღაცა თავისი წახნაგიდან ხედავს ჩემთვის რა სამყაროს და თუ ღრმად მიყვები ამ იმას ხედავ რომ არის რა რაღაცა არის ზემოთ რა ანუ როგორც მათემატიკას ჩვენ სწავლობთ კითხვა-პასუხით ნელ-ნელა ვაცნობიერებ სამყარო განგება რაღაც ნახევრად ფარდით და გადაგვიფარა გამოწვევა გაგვიკეთა ანუ ფაქტობრივად ადამიანი იქმნება როგორც შეკითხვა და პასუხად უკვე თვითონ უნდა გამოიყვანოს ამისთვის მას აქვს შიდა უნარები ეს კითხვის დასმაც, გაოცების უნარი, აღტაცების, ძიების, გარეთ სამყარო მთელი თავის დიდებულებით შეხედეთ საის ვარსკვლავებს, აქეთ ჭიანჭველებს ასაკეთებენ და თანდათან რაღაც გამორკვევისკენ მიდიხარ ალბათ ეს არის ადამიანის უზენაესის მიერ ადამიანის გაჩენის მიზანი. სხვათა შორის ადამიანს რო ქმნის თათბირს მართავს ღმერთი. ანუ ყველა ქმნილება მან შექმნა სიტყვით თქვა ღმერთმა და ადამიანთან უკვე თათბირობს და თან მრავლობიჩი. მოდი ვქნათ კაცი.
ხატა და მსგავსად ჩვენდაო და მან თეოლოგებს აქვს კამათი რაზე ვისეთათბირება ღმერთი მრავლობითში. ნუ ახლა ქრისტიანები კრიტიკოსები ამბობენ სამება თავის თავში ანგელოზებს არის რაღაც ან მინიკალაევ ტარო ანუ თავის თავზე თქვენობით რო ამბობს ეგეც არის მაგრამ ებრაელები ხო იცი ყველაფერში რო ამოაყირავებენ ყველაფერს და მათი თორას კომენტატორები ეყნობიან რა თვითონ ტექსტ ივრითზე ასკვნიან ნუ ახლა კომენტარს აქვს უფლება რომ ღმერთი ეთათბირებოდა ადამიანს სანამ მაგას გამოიყვანა და არსებობაში მის პროექტს ფაქტიურად შესაძლებლობაში და რატო თუ ადამიანს შექმნიდა ის მისი ნების გარშე ადამიანის ჩართულობის გარშე მაშინ ადამიანის შერაცხადი არ იქნებოდა ბოლო-ბოლო ღმერთს ეტყო და მე საერთოდ ვინ კითხა რატო გამაჩინე და თუ გამაჩინე როგორც ქართული თუ გამაჩინე კიდეც მარჩინე ანუ ადამიანი არ იქნებოდა ღმერთი თავის მიზეზი იმიტომ რომ ის გარედან არის დასრულებული კი მაგაზე არის ისა ცოტა როგორი კითხვა იყო რაღაცა ნახეთ რომ აი ევთანაზიასთან დაკავშირებით რაღაცა კითხვა იყო ხო და ანუ ხო იქნებში გაგახსენდები დავასრულებ ნახე ანუ აქედა უყურე რა ხდება არასრულყოფილება ანუ ღმერთმა თავის სიცოცხლე თავის გარედან გაიტანა ნაწილი თვითონ და ამ არასრულყოფილებიდან სრულყოფილებისკენ ისრაფის ანუ მატერიაში თავის გარეთად აი აქ მოდის სიკვდილის შიში ანუ ფაქტობრივად ღმერთი სიკვდილში თესავს სიცოცხლე თავის თავ გადის სიკვდილის შიში იესოში ეს მოხდა რომ სიცოცხლე გაჩუქო შენ რომელიც არ იყავ აი შენ გეკითხები პირად შენ რო დღეს ცოცხალი ხარ აი ეს არ გიკვირს რა უცილებლობით ხარ ცოცხალი კი აი ზუსტად ეს კითხვა არის აქვს თუ არა ადამიანს უფლება აერჩიოს როდის და როგორ მოკვდეს ჩემის აზრით რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა არა აქვს რა ჩემის აზრით რა იმიტომ რომ აი ზუსტად თქვენ რო ვთქვით რომ მე არ ამირჩევია რომ გავჩენილიყავი მე თვითონ ხო ანუ ღმერთმა მომცა ეს მაშინ მე ვალებული ვარ უკვე ხო და ამიტომ მე მომცა ამის უფლება მან მომცა სიცოცხლე და ეხლა მე ეს უარი თქვა ამაზე რაღაცა უარყო მე მგონი არა მაქვს რა ამის ის რამდენიც არ უნდა მინდოდეს რაც არ უნდა ვისურვა რომ აუ ღმერთო ეხლა მომკალე ღმერთო იმ დღეს გავთავებულიყავი ან რაღაც ხო არის ეგეთი გამოთქმა და ეს მაგრამ ხო გაჭირვების დროზე აუ ეხლა უკდებოდე და ეს არ მქონდეს რა გასაკეთებელი ან ეს სიტყვით მაგრამ რეალურად არ გვაქვს რა არჩევანი რა აქ ახლა ალბათ ევთანაზიის ისეთი კითხვაც არის რომ აი დღესდღეობით ისეთი მტკივნეული საკითხი ალბათ ეს მთელ სოფლიოში რომ ახლობლის ის აი გადაწყვიტო შეწყვიტო იმის სიცოცხლე თუ არა ხო და მე ვფიქრობ რომ არაფერში ჩარევა არ შეიძლება მე თვითონ არ ვისურვებდი რაღაც აპარატზე ვიყო შეერთებული და რაღაცა ისა დიდხანს ვაწვალო რა ანუ შეგიძლია აიჩიო ამ შემთხვევაში არა მაგრამ ეს არის ღვთისნება არის რაც ეს წვალებაც ეს ტანჯვაც გამოწვეული იქნება ჩემი წარსულით, ჩემი წარსული ცხოვრებით, წარსული სიმძიმეებით და რამდენი საჭიროა იმდენი უნდა ვიწვალო და ახლა მე თვითონ ღმერთმა არ დამაყენოს იმ მდგომარეობაში რომ რაღაცა ეგეთი გადაწყვეტილებაზე რაღაც გადაწყვეტილება შემომთავაზონ, ანუ მაიძულონ რომ აი მიიღე გადაწყვეტილება რა. მე თვითონ არ ვისურვებდი ჩემს იმას სიკვდილს რამდენხანში და მით უმეტეს ახლობლის იმას ვერ ვისურვებდი რა და უბრალოდ ყველა თავის ტვირთს, თავის ჯვარს მიათრევს და ამდენი საჭიროა, იმდენი უნდა ვიწვალოთ რა. ხო, ნუ ერთი ქრისტესეს წერია, ჩვენთვის ქრისტე ხო მაგალითია სცენარი, ეს ხო გავლილია სცენარში. არ არსებობს სცენარი და თემა, რომელიც ბიბლიაში არ იყოს. და იესოს რას გვეუბნება იესო თავის ცხოვრებით? რა საკეთებს ჯვარი რა არის? რა არის იქ რომ გეცემანის ბავშვი ეშინია და კანკალებს? ნახე ის არ არის ფანატიკოსი. რომ სულის უკრავება მჯერა და აფას სიცოცხლე უყვარს ეჭიდება და მამაო როგორმე იქნებს სხვა გზა იყოს რამაცილე მაგრამ ნახე რა საკეთებს ბუნება და ნება არის ჩვენში უყურე ნებამ იცის რომ უნდა უპასუხოს სიცოცხლეზე ღმერთთან მივიდე ბუნებას არულდა
სიკვდილი და ეჭიდება და მაგ დროს გადაწყვეტილება აი ზუსტად რას უპასუხო უნდა ბუნებას აი რომელსაც აი ბოჩოლასავით სიკვდილის ეშინია ფიზიოლოგიურად ცხოველურ დონეზე თუ ნებას რომელმაც უნდა სიკვდილში ძლიოს დიდი სიცოცხლის სახელით აი იქნება ადამიანიც ეს არის ქრისტეში ესე ჩანს რომ მიუხედავად იმისა რომ მე ეს ფიზიკურად სიცოცხლე მიყვარს ყველაფერი მაგრამ ამ წარმავალ სიცოცხლე რომელიც მიყვარს მაგრამ ნებას ღმერთის გზას თუ არ ვირჩევ მაშინ მე გადავარჩენ ამ სიცოცხლეს და ამიტომ ჯვარზეც იესო რომ ამბობ ღმერთო რატო მიმატო სიკვდილის გამოთქმა არის იესოს შეეშინდაო სიკვდილის მაგრამ არ შეძრწუნდა ჩვენ რო შიში არ ქონოდა მაშინ გადალახვის სიხარული არ გვექნებოდა ხო ახლა სად არის თამაში უფრო მძაფრი სადაც წინამდებობას გადალახავ აი რაგბი ავიღოთ მაგალითად ხო თუ ის მეტოქი არ არის რამდენიც გიდა ლელო დადე აბსურდია თუ იქნებ სიკვდილი სწორედ ის ჩვენი კარგი მეტოქია კარგი გაგებით რომელთანაც სიცოცხლეს ვამკვიდრებდა კი სუ ჩემი საზრით ხლა სუ ბრძოლა არის რა სიცოცხლე ცხოვრება რომ აი ამ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის და შენარჩუნების და ხარისხიანი ცხოვრებისთვის რა ახლა რაღაცა მონად უბრალოდ განხანძება რაღაცა მონად ცხოვრება წლების განხანძება სხვისი რაღაცა ახლა ისე ადამიანის რაღაცა მორჩილებაში ყოფნა რაღაცა აი რაღაცა ისე მართულად მარიონეტად ქცევა ვერ იქნება რა ნორმალური ანუ მე ღმერთმა მომცა თავისუფლება რომ ავირჩიო რა გზით წავიდე რაღაცა ცოდვა ჩავიდინო არ ჩავიდინო და მომცა თავისუფლება რომ მე თვითონ განსაზღვრო რა ჩემი ასე ვთქვათ საზღვრები რა და ეს არის ნამდვილი თავისუფლება ამიტომ ყველა ვინც მე თავისუფლებას ასე ვთქვათ მიზღუდავს აი ამ ცხოვრებაში ადამიანი რა პიროვნება თქო უნდა ეს არის ასე ვთქვათ მიუღებელი რა და მე შეიძლება რჩევა მივიღო ვთქვათ თქვენგან ახლა როგორც მოძღვრისაგან ან ვთქვათ ჩემი მოძღვრისაგან მაგრამ თუ ეს დავინახე რომ ესე იგი ძალიან ზღუდავს ეს ჩემ თავისუფლებას რაღაცაში ყოველთვის ხარ არის შანსი რომ მე და თქვენ ზუსტად ერთ და იგივე შეხედულება გქონდეს რაღაც საკითხებზე და თუ ეს დავინახე ახლა თქვენ თუ მეუბნებით რომ არა მაგალითად სიტყვაზე რომ არა ჩვენ რუსეთში უნდა შევიდეთ და დავაბრუნოთ საბჭოთა კავშირი ეს ჩემთვის მიუღებელია და იქნება ჩემი თავისუფლების ასე ვთქვათ შემზღუდავი რა და მე ვეცდები რომ ის მიმართულებით წავიდე, მაქვს მე ამის უფლება, ღვთისაგან ასე ვთქვათ მონიჭებული, რომ სხვანაირად ვიფიქრო ამ საკითხზე რა და ამიტომ ლამაზი სიცოცხლე. ლამაზი, იმიტომ არის რომ უყურე ხა კიდე როგორ არის თამაში რომ შედგეს რაღაცა ეს სამი აუცილებელი მომენტია საჭირო პირველი მოედანი შემოზღუდული აუცილებლად იყო შემოზღუდული ხა ფეხბურთს 500 მეტრიანი მასზე ვერ ითამაშე და კიდე ჭადრაკს რაღაცა ისეთ იმაში ან ჩოგბურთი უნდა შემოზღუდო მეორე დრო 5 საათი ვერ ითამაშე ფეხბურთს ვიდრე მძაფრი უნდა იყო და მესამე თამაშის წესები მსაჯი და თამაშის წესები აი ცხოვრება არ გავს დაბადებით შემოვდივარ და ჩაირთო დრო გადაცვალებით მაგიტო შეზღუდული დროში ხარ უსასრულო დრო არ არის კარგი დრო არის მაგ კარგი კითხვა არის მაგასთან დაკავშირებით რომ ის რო იცოდეო რა აი ახერმა ხო აი დრო რა ზუსტი თარიღი რო ვიცოდე კი მაგარი მოსაწყენი იქნებოდა ალბათ ან შეიძლება მაგარი დაძაბული რომ რაღაცა აი ამ დროს უნდა მოვკვდე ხო ესე სიკვდილის თარიღი რომ ვიცოდეთ რა ესე იგი თქვათ ვიცით რომ როდის თავდება ეს თამაში და მსაჯმა უნდა ჩასტვინოს ასე თქვათ და მაშინ შეიძლება რაღაცა გეგმა გქონდეს და რაღაცა ვეცადოთ რა ამის მოსწრებას მაგრამ შეიძლება ეს იყოს გამოიწვიოს ნიჰილიზმი რომ აი მაინც უნდა მოვკვდე და რაღაცა ამიტომ კარგადაა მოწყობილი რო არ ვიცი მაგას თუ არ ვიცი და წამართვი ახლა რა ყველაფერი დასრებაზე იმ სიტყვა წამობს და რომ რა მაგრადაა გაკეთებული ვერ მოიფიქრე უკეთ თან გონია რომ სიცოცხლე შეხარდო ვერ შენ შეგიძლია წარმოიდგინო რომ არ ყოფნა რომ არ იქნებიან არ აი არაც
გაცნობიერება. მე ვერ წარმოვიდგენია მაგალითად, როგორ შეიძლება მე არ ვიყავენ, არ ვიქნები, არ ვიცი, მე ვიცი ყოფნა რა არის. და თან გაჩვენებს როგორ პანტაპუნტა ცუა შეზგარ შენზე ჯამთელები, შენზე ახალგაზრდები და ფანატიკოსი ვერ იქ მე არ დამემართებ და ორივე ისე არის შერწყმული რომ აი არ ხდება დაძაბვა, არ ხდება. ამიტომ სასწაულია. ფაქტიურად ადამიანს ალბათ აქვს მაინც მარადიულობის შეგრძნება, იმიტომ რომ არ ახსოვს როდის მოვიდა, რა დროიდან არის. სპეციალურად გაკეთდა. რო ახსოვდეს ბავშვი თამაში არ შედგებოდა. ხო, რო დავიბადეთ ის ხო არ გვახსოვს და ამიტომ ამასაც ისე უყურებს რა შორს გადასცემს ამ იმას რა. მაშინ რა ყოფილა თუ სიკვდილი იქნება, სიკვდილის შიში უფრო ვიდრე თავად მოვლენა. მე მაგალითად სიკვდილი როგორც გაქრობა კი არა, როგორც შიში გაქრობის, რომ გადაცნაირად ბავშვობაში თითქოს სპეციალურად შეგაშინა და მეორე კიდე ბავშვობაში უკაცრავად დედა ჩემი მეუბნებოდა რომ მქონდა ეგ ის აი მახსოვს ხაპარს რომ მიკითხავდა მის ძილის რაღაც და სიკვდილის შიში მაშინ გამიჩნდა რა და მეც მოვკვდები და არაო რა გითხრა შენც მოვკვდები უთხარი და არაო ნუ მომატყუა ასე თქვა ვინცო აი ელექტრო იმის დროს არისო დაბადებულიო ასე თქვა შუქი რომ მოესწრავ ისინი არ მოვკვდებიან აი შეღავათი დავშვიდდი რა რაღაცა ხო ხედავთ რომ მაინც და იქნება დამეთანხმები თუ არა შენ ერთ განმარტებაში რომ სიკვდილი რაღაც სიცოცხლის ნიღაბია რაღაცა რო შემდგარიყო. აი უკან სიცოცხლეა, უყოდ მე ნიღაბია სიკვდილი და მე მივდივარ იქითკენ რომ ბავშვობი და მგონი ეს არის რეალობა და რეალ ცხოვრებაში ვიტყვი ცხოვრ ნელ-ნელა გაცნობიერებით გავიდე სიცოცხლისკენ და არა ხელოვნურად და არც ახლოს გიშვებს ადვილად. მაგრამ არც უნდა ზედმეტად ისე შეგეშინდეს რომ ცხოველივით გაეშ და რაღაცა გიზიდავს თან და თან ადვილად არ გიშვებს ახლოს და ესე იგი ეს ნიღაბი ანუ იქნებ ჩემშია წარმოდგენებით შექმნილი მასზე რომ გაცნობიერებით სიცოცხლეს მივესალმო და იმას უთხრა შენ სიცოცხლეს და მეც ვიყო სიცოცხლე ამ იქნებ იმიტომ გამომყო მე აქ სიკვდილში რომ სიკვდილი და სიცოცხლე დამოვიზარდო რომ საბოლოოდ იმ სიცოცხლეს კი უთხრა და ამისთვის მომიცა ეს დრო აქ ასე რთულად რა მე ახლა ვერ ვიტყვი იმიტომ რომ რაღაცა გადაფარულია ანუ განათლება მაქვს არც სასულიერო არც ისეთი რა მაგრამ პრაქტიკულად ეგრეა რა რაც დიდხანს ცხოვრობთ მეტ ამბებს და მეტ გამოცდილებას ღებულობთ აი გადასვლის რაღაც აი თქვათ ბავშვობაში თუ რაღაცებს წავიკითხავდით რომანებს სადაც თქვათ ერთი ადამიანის ისტორია აღწერილი დაბადებიდან სიკვდილამდე ან რაღაცა ისეთ რომანებს სადაც რაღაცა გვარის ისტორია ან მრავალწლიანი რაღაცა ისტორია რაღაცა რომელიღაც მისი რაღაცა ისეთი პერსონაჟების და ფიქრობთ ახლა ფაქტიურად მაგ დრომდე მაგასაკში მივდივართ რომ ხედავთ რა ვიღაცების ცხოვრებას თქვათ და მის დაბადებიდან სიკვდილამდე რაღაც და ამას ასე ვთქვათ ვეჩვევით რა და თამსვლელობაშიც ესეა რომ ცდილობ რომ სხვისი ამბავი განიცადო წინასწარ განიცადო რა იგრძნო რომ აი ეხლა იმის ადგილას რო ვიყო როგორ მოიქცევი რაღაცა და რაღაცა პატარა ასე ვთქვათ სქემები შეადგინო რა შენს რომ აი ამ სიტუაციაში მე ასე უნდა მოიქცე იმას კი არ განსჯი და ესე უბრალოდ ვცდილობ რა და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვემზადებით მეც თქვენს და ყველა ვემზადებით აი ამ საზღვარისათვის რა ანუ განგება ფაქტიურად თავის თავს არ გვიცხადებს თუ გააცხადებდა ერთგვარად რო თქვა ინტერესი არ ექნებოდა არ გვაწყობს ეს ის არა ქვია რო იცოდეს ანუ რაღაცა როდის და როგორ უნდა მოკოდე და თავი რაღაც მისაზიდად გახადა უცხოდ ერთგვარად საშიშიც არის უცხო და მისაზიდიც არის და მთელი ჩვენი ცხოვრება არის ამის გაცნობიერების გაგების მასთან მიახლოების თუ შეშინების პროცესი და ვინ როგორ მოასწრებს ამ ცხოვრებაში ალბათ ეს ინდივიდუალური ყველა ადამიანს თავის გზა ჩვენი ასე არ ვიცით ახლა კი ახლა როგორც ხდება ხოლმე ზოგი ხო არის რომ ახალგაზრდა ასე თქვათ მიდის ამ ქვეყნიდან ზოგი აი ღრმას იბერემდე
ხო, მოდი და გაიგე. ხო, და რაღაცა ყველას თავისი ეს მომზადება შეიძლება რამდენიმე წუთში მოხდეს, თქვათ რა, როგორც თქვათ და ეს გარდატეხა, როგორც ის ავაზაკი, რომელმაც პირველი შევიდა, ასე ვთქვათ, 64-ში იმის რა ქვია უფალი ესე და შემდეგ, მაგრამ ზოგს კიდე დიდი დრო სჭირდება რა და აი ამ დროს გვაძლევენ ჩვენ მოცემული გვაქვს თვითონ ტერიტორიაც არ არის ტერიტორიაც პრინციპში შემოსაზღვრულია დედამიწაზე ვცხოვრობთ დროც პრინციპში შემოსაზღვრულია ხო ნუ ახლა 107 წლის იყო ბებია ჩემი და ხა მაგაზე მეც ვერ ვიცოცხლე მაინც რამეშობა მარადისობისთვის ეს არაფერი არ არის და პლუს თამაში წესები ხო და ანუ ყველაფერი გვაქვს და მოდი თამაშობ რატომ უნდა ვთქვათ უარი აი ეს დეზერტირობა გამოდის არა რა თქმა უნდა უარს და მაინც ახლა ჩვენ ბევრი კითხვაზე და ბებით და იოანე ოქროპირის სიტყვებით აი რაღაცა დასასრულებისკენ იმედით დიდი იმედი ეს არის ჩვენი ჩაგორება ჩვენი მე რომ მინდა სიცოცხლე კი არა არის რეალობა რომელიც იესო იბადება გადის ამ ყველაფერს რასაც ჩვენ გავდივართ იმასაც ხოდა სიკვდილის შიში და გვაჩვენებს რომ ამ სიკვდილის მიღმა არის დიდი სიცოცხლე გარღვია ეს და იქიდან უკვე თავისი მადლით გვეხება ჩვენ როცა სასოწარკვეთილებაში ვართ როცა უიმედობაში როცა იქ კიდე ხარ იქ იმაში რა ქვია სიკვდილის სიცოცხლის ვარ მეომარი ალპინისტი მე პირადად ყველა რაღაცა ვიღაცა მოდის და რაღაცას თავის თავს აცხადებს და გვეუბნება ამ სიკვდილში რომ არის დიდი სიცოცხლე ყველა ხელოვნება აქზე იქმნებოდა აბა მაშინ პოეზია ხელოვნება სულ დაღდასმული ამით ის კვებავს აქ და გვეუბნება რომ გიყვარდეს სიცოცხლე იცხოვრე ტოტალური სიყვარულით და სიყვარულში ვიცხოვროს უკვე ის სიკვდილი არ არის სანამ გიყვარს აი როგორც გამოთქვა სანამ ცხოვრობ არ გაბედო სიკვდილი და იოანე ოქროპირი ამას ჰიმნს უძღვის ქრისტეს აღდგომას მე მიყვარს სიცოცხლე მგონი რა კი აბარა სად არის სიკვდილო საწერტელი შენი სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი აღსდგა ქრისტე და დაირღვი შენ აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქეობს აღსდგა ქრისტე და არც ერთი მკვდართა განიღა არ საფლავსა შინა აღსდგა ქრისტე მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა რომლის არს დიდება და სიმტკიცე უკუნით უკუნისამდე ამი უფალმა მოგცა წმენის უნარი კი უთხრა წმენ არის ამისთვის კი მე ვაუბნებ ამაზე კი და ის რაც იქ არის ჩემი ცხოვრებად იქცევა უკვე და სხვა არა გვაქვს ვიცხოვრობთ სიცოცხლის წმენით სიყვარულით დანარჩენი რასაც შეგვამთხებს უფალი ყველაფერის და შიშით რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ხო კარგი გაგებით ხო იმიტომ რომ ხო კარგი გაგებით არა ფანატიკური წმენი და არა დიახ იმიტომ რომ მე კი ვთქვათ ახსარებას ვამბობ რაღაც ვეზიარები რაღაცის მაგრამ მე ხო არ ვიცი ზუსტად რა ანუ მე ობიექტური შემფასებელი ხო არა ვარ ჩემი ახსარების ჩემი სინანულის რაღაცა შეიძლება ხო ვიტყუებოდე და ვერ ხვდებოდი ამაზან რაღაცა მავიწყდებოდეს და ანუ ამიტომ ბოლომდე მზად ვერაზოდეს ვერ ვიქნები და ამიტომ მე უბრალოდ ისე უყურეთ აქ რა წავიკითხე ჩვენ ეს რა არიცით ეს არის ხივი ამ სიბნელეში აი ამ შიშის ველში რომელშიც ვართ იმედის პატარა ნაპერწკალი რომელიც მე ხელში მე ამის გარეშე მე ვერ გავალ ანუ მაძლევს რაღაცა მიდასტურებს არსებობს დიდი სიცოცხლე არსებობს ეს აზრებს სტიმულს ჩემს აქ ცხოვრება თან ისე კი არ მიკეთებ თლიანად რომ ფარდას ხდის და უკვე თამაშ წესი უკვე არაზრი არ აქვს ანუ ერთბაშად არის სიბნელე არის სიკვდილი და ამ სიკვდილში მაგ პატარა იმედის სხივი რომელსაც ჩამღაუჭებული ვარ რომელიც წამს და მიცშევრია ვიცხოვრო ამ იმედით ვიდრე სიკვდილს მივეცე და რაღაც ცხოველური იმის ერთჯერადი ცხოვრებით ვიცხოვრო სიცოცხლე შვენიერია და კარგია კარგი სიცოცხლე კიდე ბევრად უფრო უკეთესია კიდე რომ სიკვდილი არც ისე საშინელია როგორც თავიდან ჩანს ჩაოლებრივი ამბავია ისეთია რომ ყველას რო გადახდება თავს ისეთია ამიტომ რაღაცა მშვიდად და მომზადებული შევხვდეთ რა ჩემის აზრით მოკლედ არ გავბედოთ სიკვდილი სანამ ცოცხალი ვარ და ვიყვარდეს სიცოცხლე და უფრო მეტად
დაყოფილი სიცოცხლე და ალბათ სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ მაპროვოცირებელი იქნება და კარგი ლამაზი სიცოცხლე. ასე თუ შევხედავთ. ჩვენ ვიყავით ორი სრულიად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანი. თუმცა თვითონ სიცოცხლისადმი და ზოგადად მიმართებაში ერთ რაღაცა იმაში ვიყავით რა, სიმძაფრით გავდათ ერთმანეთს ჩვენ. პირველად მომიწია ასე ხანგრძლივად ამაზე ლაპარაკი რა და არც შემცვლია, თქვათ, ჩემს შეხედულებებში და დაახლოებით ველოდი რა ამ მიმართულებით რო წავიდო და საუბარი ამ სიკვდილის ფენომენს ორი განსხვავებული სულიერი გამოცდილები და ჩვენ მიუახლოვდით და როგორც თქვი რომ სიკვდილი არ არის თავისთავად არსებული რეალობა, არამედ რაღაც ერთგვარი ნიღაბია, ჩრდილია ჩვენსა და დიდ სიცოცხლეს შორის და რაღაცა ცოტა ნიღაბი მაინც ჩამოგხსენით. საინტერესო ის იყო რომ ცა ამდენ ხანს ლაპარაკობ წესით სხვანაირად უნდა შეხედო თვითონ ამ მოვლენას რა, მაგრამ ამ წუთში ეგ გრძნობა არ მაქვს.